საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს. პაპუაშვილი დღეს დისკუსიას აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართავს. საუბრის მთავარი თემა ეკონომიკური თანამშრომლობა და შუა დერეფანში საქართველოს როლი იქნება. შეხვედრა უკავშირდება გაისრაელის, თურქეთისა და ევროპის რამოდენიმე სახელმწიფო სპიკერებთან. ყურადღება გამოხვილდა საქართველოს ევროკავშირის შორის არსებულ ურთიერთობებზე. ქართულმა დელეგაციამ ბელგიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა, რამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირის შორის პრობლემები. სასაუბრო საკითხები სხვადასხვა არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და მათი პარლამენტის წარმომადგენლებთან საუბარი გვაქვს იმ ხედვებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციასთან დაკავშირებით და იმ სირთულეებზე, რომელიც წარმოიშვა ზოგიერთი არაკეთილზმცირი ევროპელი პოლიტიკოსის და პოლიტიკური ჯგუფის აქტივობებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად ესმით ის გამოცდილება, რაც საქართველოს ამ მხრივ აქვს და ხვდებით ამ მხრივ აბსოლუტურ გაგებას ჩვენი კოლეგების მხრიდან, ასევე რაც შეეხება მასპინძელ ქვეყანას და რეგიონის წარმომადგენლებს, აქ საუბარი გვაქვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე. დღეს ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის ეროვნული ინტერესის დონეზე აყვანილი, ასე რომ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, მათ შორის საპარლამენტო დიპლომატიის, რომ საქართველოს როლი როგორც დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის და როგორც ერთ-ერთი მთავარი ძარღვი ტვირთების ბრუნვისა უნდა დამკვიდრდეს და ამ მხრივ ჩვენ ასეთი სახის შეხვედრებსაც ვიყენებთ. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხდომას უკვე რახანია ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, 2022 წელს ამ ჯგუფების ჩართულობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხდომას, რაც შეეხება, სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები მას უკვე რახანია ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს ამ ჯგუფების ჩართულობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავისი რეზოლუციით ადამიანის წამებისა და ბიზნესის რეკეტის კორუფციული სისტემის შემქმნელი სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არც ერთი გადაწყვეტილება თუ რეზოლუცია უკვე გასაკვირი არ არის. ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემნახველი რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრმა დელეგაცია დატოვა. დღეს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია არ ყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც განხილული ვერ იქნება. წერს შალვა პაპუაშვილი. ამასთან პაპუაშვილი აქვეყნებს წერილს, რომელიც 5 თებერვალს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თეოდოროს რუსოპულოს გაუგზავნა. ძირითადად შემადგენლობა ეს არის იგივე, რაც არის ევროპარლამენტში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ იქ მყარი უმრავლესობა, მათი პოლიტიკური გავლენა არის გარანტირებული და ხანდახან პერსონალური შემადგენლობაც კი იგივე არის, რაც ევროპარლამენტში თუ დააკვირდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. და დამოკიდებულება შესაბამისი არის. ასე რომ არაფერი გასაკვირი ასეთ რეზოლუციებში არ არის. ნახავთ იგივე სახელებს, იგივე ლიტველებს, იგივე ესტონელებს, იგივე უკრაინელებს, რომლებიც ევროსაბჭოში მანამდეც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცდილობდნენ გარკვეული მექანიზმების ამუშავებას. მათ შორის შეგახსენებთ 2022 წელს ევროსაბჭომ საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც მიხეილ სააკაშვილი აღიარეს პოლიტპატიმრად და მისი გამოშვება მოგთხოვეს. ახლა ასეთი რეზოლუციების შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ? ელაპარაკონ ერთმანეთს, რახან არ უნდათ რომ იყოს ინკლუზიური დიალოგი და ხედავთ რომ მათ უნდათ ყვირილი და არა დიალოგი. ეს ახალი ტენდენციაა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ გარკვეული ევროპული პოლიტიკური ჯგუფებიდან ხედავთ, განსაკუთრებით ზოგიერთი ომის აქტივისტებიდან, რომლებსაც სხვისი ხელით უნდათ და უკრაინელების სისხლით უნდათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასე რომ ასეთ ხალხთან, ასეთ ხალხის, ასე ვთქვათ,
მხრიდან ჩვენი კრიტიკა პირიქით ვიდასტურებს იმას, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. როცა ახლა 1,100,000 მოქალაქეს ართვლის პასე ადამიანად და მის უფლებებს ლახავს საარჩევნო უფლებებს, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დელეგაციის წევრების მხრიდან და ყველამ დატოვა დელეგაცია. მე ვაცნობე პასეს პრეზიდენტს, ჩვენ დღეს დელეგაცია დაკომპლექტებული არ ყავს პასესი, ამიტომ ვერანაირი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ ცნობის საკითხი ვერც იქნება განხილული. დღეს იხსნება სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია. საქართველოში არსებულ სიტუაციაზე გადაუდებელი დებატები გაიმართება. განიხილება ასევე საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებასთან დაკავშირებული შემდგომი ნაბიჯები. მანამდე 29 იანვარს ასამბლეამ მიღებული რეზოლუციით საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. რეზოლუციის თანახმად საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება 2025 წლის აპრილამდე პირობითად მოხდა. ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაწყებას საარჩევნო დარღვევების აღმოსაფრთხებლად, ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას, საპოლიციო ძალების დასრულებას და ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას 2025 წლის აპრილის სესიამდე. თუ პროგრესი არ იქნება, ასამბლეა შეუძლია 2025 წლის აპრილში საქართველოს დელეგაციის მანდატები შეაჩეროს. ნათქვამია 29 იანვრის მიღებულ რეზოლუციაში საკითხის შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ზოგადად ამ სესიებზე და არა მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, არამედ ყველა ევროკავშირის ინსტიტუციის ფარგლებში თავარ საფრთხესთან დოდარ წარმოადგენს ეგრეთ წოდებული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა თუ არ ცნობა, იმიტომ რომ აღარ საპირებენ და ვიღარს დააპირებენ ივანიშვილის მანდის წევრების ხავსი ვიზიტების განხორციელებას. თავარი არის ის, რომ ქვეყანაში ნებისმიერ სიკეთე, რომელსაც საგრებულთ ევროპასთან ურთიერთობის შედეგად, რომელიც არის არა რაღაც კონკრეტული პარტიების, მხოლოდ არამედ პირველ რიგში ქართული ხალხის მრავალწლიანი შრომის და ბრძოლის დამსახურება, აი ყველა ამ სიკეთეზე უარის თქმის სამწუხარო რეალური საფრთხეები არსებობს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ქვეყანაში ამ სისტემის დემონტაჟი. თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ იმის ნაცვლად, რომ მან შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო ქართული ხალხის წინაშე და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და ამ ვალდებულებების შესრულების ნაცვლად ის გადაწყვეტს, რომ დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა და დატოვოს ევროსაბჭო, ის პირდაპირ დაადგება იმ გზას, რა გზაც გაიარა რუსეთმა და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ის მოქმედებს ქართული ოცნება არა ქართული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რუსეთის მითითებით. ტყუილი სულ 1000-მა უცხოელმა თქვას, ის ვერ გახდება ჭეშმარიტება, ის მაინც იქნება ტყუილი და манипуляცია. ამიტომ ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველა პატივისცეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და თავი დაანებონ ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში საქართველოს გამოყენება როგორც რაღაც სათამაშოდ. ეს ვერ მოხდება და ყველა საუკეთესო გამოსავალი ამ ყველაფრიდან იქნება ის, რომ ყველა თვალი გაუსწოროს სიმართლეს და აღიაროს საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, რომელიც გამოხატული იყო ოქტომბრის არჩევნებში. აკრედიტაციის აღიარება, როდესაც წევრები არ არიან წარმოდგენილი, ჩვენი განმოსახედიდან არის შეუძლებელი, მაგრამ თავად ზოგადად გადაწყვეტენ თუ არა, რომ ამ საქართველოს დელეგაცია იყოს წარმოდგენილი პასეში მონაწილეობდეს მომავალში, ეს არ ვიცი, ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ უკვე დაახლოებით 3 თვეა ჩვენი დელეგაცია აღარ არის დაკომპლექტებული და აღარ ვიღებთ მონაწილეობას პასეში იმ უსამართლო პირობების გათვალისწინებით, რაც მათ წარმოადგენს 3 თვის წინ. გორის მუნიციპალიტეტის მერია სამეფოს ქუჩაზე ყოფილი კულტურის შენობის გასხვისებას 300,000 ლარად გეგმავს. როგორც საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, შენობის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, თუმცა 2024 წლის 4 მაისს გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად შენობა ნაგებობა დაიწყო და ქონება ავარიული გახდა. შესაბამისად საჭირო გახდა მისი დემონტაჟი. როგორც მილანაშვილი ამბობს, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და გაყიდვამდე იგეგმება ძირითადი ქონების სტატუსის შეცვლა. საკრებულოს წევრის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პირობა გაყიდვამდე სწორედ არსებული შენობის დემონტაჟი იქნება. შემოსულია მერიიდან საკითხი სამეფოს ქუჩა ნომერ 46-ში მდებარე ყოფილი კულტურის სახლი, რომელზეც იგეგმებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ გასულ წელს 24 წელში გაჩნდა ხანძარი და შენობა ქონება ფრთიანად იქნა განადგურებული, ექსპერტიზის დასკვნები წარმოდგენილია, შენობა ნაგებობას მინიჭებული აქვს მესამე კატეგორიის ხარისხის დაზიანება, რომელიც შეუძლებელია მისი რეაბილიტაცია.
ეს ქონება არის ძირითადი განსხვავებული ქონება, იმ შემთხვევაში რომ მოხდეს აღნიშნული ქონების განსხვავება, ჯერ უნდა მოხდეს მისი კატეგორიის შესრულება. ძირითადი ქონების კატეგორიიდან უნდა იქნეს აღნიშნული ქონება გადატანილი, დამატებით ქონების კატეგორიის შემდეგ მოხდება აღნიშნული ქონების გეგმაში და ნუსხაში შეტანა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ის პროდუქცია, რომელიც აფლატოქსინის შემცველობა აღმოჩნდა, სარეალიზაციო ობიექტებიდან თითქმის სრულად ამოღებულია. სააგენტო დამატებით განაგრძობს კვლევას სოფლის ნობათის მიერ წარმოებულ სხვა პროდუქციაზეც. განმარტავენ, რომ ძირს მწარმოებელ ბიზნეს ოპერატორების კონტროლი როგორც საწარმო, ისე ბაზარზე არსებულ ნაწარმზე აქტიურად ხორციელდება. რაც შეეხება მედიკოსებს, ექიმები განმარტავენ, რომ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის ნორმა დარღვეულია ამ კონკრეტული პარტიის შემთხვევაში, თუმცა ეს გავლენას ვერ მოახდენდა ადამიანის ჯანმრთელობაზე. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნეს ოპერატორის. გარდა იმისა, რომ საწარმო პროცესი მოწმდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი, მათ შორის სასმელი რძეც, მათ შორის აღნიშნული ბიზნეს ოპერატორის რძეც არაერთხელ იქნა შემოწმებული. ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდებით. იმავე დღეს მოხდა, დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების ამოღება ბაზრიდან. მინდა დავამხმაროთ ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუ კი რაიმე კიდე დარჩენილია ეჭვმეპარება აღნიშნული პარტიების გამოთხოვა. პროდუქტი რა თქმა უნდა ამოიღოს და გაინადგუროს, იმიტომ რომ ქართულ ნორმას არ შეესაბამება, მაგრამ რეალურად ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია, ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის. აქედან გამომდინარე რეალური არავითარი საფრთხე არ არსებობს. ტოქსინი იმიტომ ქვია, რომ შხამია, მაგრამ მისი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ბევრად უნდა აჭარბებდეს, თქვა დასაშვები და ეს უნდა ხდებოდეს ძალიან ხანგრძლივად, რომ მან რაიმე ეფექტი მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ის რომ აი ამ მინიმალურად გადაჭარბებულ მაჩვენებელს შეეძლო ბავშვის ჯანმრთელობაზე სერიოზული ზემოქმედება, განსაკუთრებით ხშირად კეთდება აქცენტი ღვიძლის კიბოს განვითარების რისკზე, ამ დოზის შემთხვევაში არასწორია და არანაირი პირდაპირ კავშირი ესეთ უმნიშვნელოდ გადაჭარბებულ დოზასა და ღვიძლის კიბოს განვითარების რის შორის რა თქმა უნდა არ არსებობს. ის რძე, სადაც ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა, არ წარმოადგენს 6 თვემდე ასაკის ბავშვისთვის ყოველდღიური რაციონის აუცილებელ ელემენტს. შესაბამისად, აქ საუბარი რომ ამ რძის მიღება შეიძლება თვეების განმავლობაში ყოველდღიურად და მაღალი დოზით გაგრძელებულიყო, ბავშვებში რა თქმა უნდა არ არსებობს. ხაშურის მუნიციპალიტეტის საადმინისტრაციულ შენობაში საბიბლიოთეკო სივრცე გაიხსნა. მოეწყო წიგნების ახალი საცავი და სამკითხველო დარბაზი. მიმდინარეობს წიგნადი ფონდის განახლება. ხაშურის ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცა უახლესი ლიტერატურა, მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები. დღეიდან ნებისმიერ მკითხველს შესაძლებლობა ექნება მოგზაურდეს დისარგებლოს წიგნადი ფონდით, რომელიც განახლებულია, ახალი წიგნებითაა შევსილი. ჩვენ მსაჯულად მივიღოთ მკითხვები. თქვენ იცით, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტს ადრე ჰქონდა ბიბლიოთეკა და დღეს ეს ახალ შენობაშია, ახალი წიგნადი ფონდით, ახალი ხელმძღვანელით. ჩვენ ჩამოვედით თბილისიდან, რათა მიგვეღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში და მიგველოცა ეს დღევანდელი დღე აქ შეკრებილი საზოგადოებისთვის და ქალბატონი კლარასთვის, რომელიც მე როგორც ხედავ შესანიშნავად უძღვება საქმეს და ეს არის დასაწყისი, აქ რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ დავეხმარებით, რამდენადაც ეს ჩვენს შესაძლებლობებშია. ბიბლიოთეკა განვითარდება, აქ ბევრი თვალსაზრისით. ის სული, ის სითბო, რაც ბიბლიოთეკაში ტრიალებს, საჭირო არის თითოეული ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა, დიდისთვისაც, პატარისთვისაც და მე ძალიან დიდი მეც ვიტოვებ, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ხაშურის ახალგაზრდები მთელი გულით, მთელი გონებით და ჩართულობით გამოეშურებიან ამ ლამაზი გარემოსკენ, სადაც მიიღებენ ისინი წიგნის სიყვარულს და ლიტერატურის სიყვარულს. CSGO-ს მიერ კენჭისყრის დღის რეგულაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებაზე და ამ თემაზე დაწყებულ სპეკულაციებზე საუბრობენ ქართულ ოცნებაში.
სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ამბობ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა, ამავდროულად არჩევნების პროცედურებზე გარკვეული შენიშვნები გაქვს, ეს ადასტურებს, რომ შენ მხარდამჭერებს ატყუებთ. როდესაც ერთის მხრივ ამბობ, რომ არანაირ არჩევნებს არ აღიარებ და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ და მეორეს მხრივ არჩევნების პროცედურებთან დაკავშირებით გაქვს შენიშვნები, ეს აჩვენებს, რომ ისინი კვლავ დაკავებული არიან საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებით და სინამდვილეში კვლავ ნახავთ მათ ისევ საარჩევნო მარათონში, რაც ცუდია, იმიტომ რომ ზოგადად ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას თუ არ მიიღებენ არჩევნებში, ეს უმჯობესი არის ჩვენი დემოკრატიისთვის. ის რომ ეს ყალბი აჟიოტაჟი ატყდება ხოლმე უცხოურად დაფინანსებით და ეს არაერთხელ დადასტურდა და ის რომ CSKO-ს გადაწყვეტილებები ყოველთვის არის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ეს შესაბამისი ესეც არაერთხელ დადასტურდა. ამიტომ აქ მნიშვნელობა აქ პრობლემა არის არა ვთქვათ ისფეთში, გამჭვირვალობაში და სხვა უცხოური გავლენის გამტარებელ ორგანიზაციებში, არამედ იმ დამფინანსებაში, რომელიც ფულს ხარჯავენ ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმად. ამიტომ პასუხი უნდა ეძიოთ მათ დონორებში, თუ რა განზრახვები არის ქართული დემოკრატიის მიმართ. როდესაც ალაპარაკებენ მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ კვლავ მზადდება თავდასხმა ჩვენს არჩევნებზე და დემოკრატიაზე, როგორც ეს არაერთხელ მოხდა. მათი ეს აჟიოტაჟი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ აჟიოტაჟის გამო ატეხვა. პირადი მონაცემების შემოწმება, დადასტურება, მათი აღრიცხვა, მათი დაფიქსირება ეს არის კანონით მხოლოდ ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრების ოფიციალური ვალდებულება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეასრულონ თავის სადამკვირვებლო ფუნქციები და საარჩევნო კომისიებმა უნდა შეასრულონ თავის კანონით დადგენილი უფლებამოსილებები. CSKO არის ვალდებული სწორად მართოს პროცესები. როდესაც ემპირიული გამოცდილებით ის აღმოაჩენს, რომ არის გარკვეული პრობლემატიკა არჩევნების მიმართ არჩევნების დღეს, ბუნებრივია მისი პირდაპირ მოვალეობა, რომ ეს პრობლემატიკა გამოსწორდეს და გამოწვევა იყოს დაძლევა. ამიტომაც ახლა ნებისმიერი ესეთი მცდელობა გააშავონ CSKO-ს გადაწყვეტილება ან შეუცვალონ მას მისი სამართლებრივი რეალური შინაარსი არის უსუსური. კორუფციის ნიშნებს ხედავს პირველი კანონმდებელი საგრანტო კონკურსი, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში საელჩოს სახელით გამოცხადა და რომლის მიზანიც განცხადებული გეგმით მუნიციპალური არჩევნების წინ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. ბრიტანეთის საელჩოს კითხვებით მიმართეს, ცდილობენ გაარკვიონ საგრანტო პირობები, ასევე დაინტერესების შემთხვევაში გაიცემა თუ არა გრანტი ისფეთზე, რომელიც საქართველოში იბიტის სკანდალშია გახვეული. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ადგილი აქვს ამერიკული ფონდების ევროპული ჩანაცვლებას, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის შემოტანა. მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ეს არის კორუფციული გრანტი და გამოცხადებული თითქოს ეს არის კონკურსი თავისუფალი. მე ხა აქ სულელი არავინ არ არის და ყველა ძალიან კარგად ხვდებით საბოლოო ჯამში ვის მისცემენ ამ ფულს. ეს წინასწარ მე მაქვს ეჭვი, რომ ეს წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ეს თანხები უნდა მისცენ ისფეთს და მსგავს მილიონერ ორგანიზაციებს, ასე რომ ესეც არის თვალთმაქცობა და კორუფცია. თავის გადასახადის გადამხდელებს უფორმებენ ისე თითქოს აქ კონკურსებია და აბა ნეტა ვინ გაიმარჯვებს და ნეტა ისფედი მიიღებს თუ არა საკმარის ქულებს კონკურსის დროს და აბა იქნება ეს არა ქვია თუჩების ყნეტა და ფრჩხილების ყნეტა, რომ ვინ მიიღებს და ვინ ვერ მიიღებს ამ გრანტს. უკვე აი ეს კლოუნადა რომ იდგმება ასე უსირცხვილოდ, ესეც აჩვენებს თავისთავად, რომ ასეთი საქმიდან კეთილი ნაყოფი არასდროს არ იქნება. მაგალითად, საქართველოს გადაწყვეტოს, ან სადღაც თუნდაც დიდ ბრიტანეთში არასამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება, რომელიც მე აღმოჩნდება, რომ გამოყენებული იყო ვესტმინსტერზე თავდასხმისთვის. აი რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს დიდ ბრიტანეთს ან ნებისმიერ თავმოყარე ქვეყანას. ჩვენ ნახეთ არაერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც წესით ეს ორგანიზაციები მაგალითად ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე უნდა მუშაობდნენ და ამის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ ისინი მოლოტოვის კოქტეილს როგორ ისროდნენ საქართველოს პარლამენტის წინ.
პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის ახალი მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. ირაკლი კობახიძის განცხადებით პატასალია წლების განმავლობაში აწარმოებდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ქვეყანაში. იუსტიციის მინისტრი კი აღნიშნა, რომ ემსახურება ხალხს და ქვეყანას. სალიას თქმით, ღირსეულად გაუმკლავდება ნებისმიერ გამოწვევას. დღეს კონსტიტუციაში წარადგინა ადამიანთა ადამიანსალია მას არჯერდება ვფიქრობ განსაკუთრებით იურისტების დროში განსაკუთრებული წარდგენა ადამიანთა მოხსენებად არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი საქართველოში წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ჩვენს ქვეყანაში მას აქვს ყოველდღიურობა იმისათვის რომ პერსონალურ ხელმძღვანელობას ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის ხელმძღვანელობას ჩვენს ქვეყანაში ეს არის არა მხოლოდ ძალიან კარგი პროფესიონალი, არამედ ყველანაირი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული კეთილსინდისელი ადამიანი და დარწმუნებულია რომ მასთან ურთიერთობა იქნება თქვენთვის ძალიან სასიამოვნო, თქმა პროდუქტივთან ერთად მინდა და სულ ძალიან დიდი წარმატებები დარწმუნებულია რომ ის იქნება არაჩვეულებრივი იუსტიციის მინისტრი. ჩემთვის დიდი პატივია იყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობთ, რომლის ლიდერის წამდებით. ჩემთვის პატივია იყო იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრი. რა თქმა უნდა, მე ესმის კარგად და სულად ვაცნობიერებ, რა დიდი პასუხისმგებლობა იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. პირდების საზოგადოებას, პირდებით თქვენ ღირსეულად ვიმსახურო ამ თანამდებობაზე ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას ღირსეულად გავუმკლავდეთ ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენ წინაშე იქნება.